მოგესალმებით ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. დღეს რაც საქართველოში მოხდა, იმაზე დუმილი ხომ არის დანაშაული, როდესაც ქვეყანა გაივსო რუსი დივერსანტებით, ხოლო ეს რუსეთის მაამებელი და მსახური, მონა, ამფეტამინისტი და მეტადონისტი სპეცრაზმი უვარდება პატრიოტ მარტოხელა დედას და მის მცირეწლოვან შვილს და ემუქრება. ფაქტიურად ეს არის სიცოცხლის მოსპობით მუქარა. მაშინ, როდესაც რუს ტერორისტებს, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს თავზე ევლება რეჟიმი. როგორ შემოაღწია ამდენმა ტერმა საქართველოს ტერიტორიაზე, თითქოს და მერე იჭერენ აქ დასანახავად. საზღვარზე რატო არ აკავებენ? საზღვარზე რატო ვერ დგინდება მათი იდენტიფიცირება? ტერით არ ეშობს, სეპარატისტებით ჩამოდიან, ის ქართველი მანქურთებიც, რომლებიც რუსეთის მხარეზე იბრძვიან უკრაინაში და ქართველებს აგინებენ და იღებენ აქციებს დამცინავი ტონით. ასეთები თავისუფლად დასეირნება, სამაგიეროდ ქართველები იდევნება. და რაც ხდება საქართველოში, ეს არის დასასრულის დასასრული. ამ რეჟიმის ოღონდ. იმიტომ რომ ეს რეჟიმი არის სრულიად დასრულებული. მას არ გააჩნია იდეოლოგიური საყრდენი. რომელი იდეოლოგიური საყრდენი უნდა გააჩნდეს, როდესაც თავარი მისი მასსპეკულირებელი სფერო, ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტია და Deep State უკვე მხილებულია და რა არის ეს გლობალური ომის პარტია Deep State? რუსეთი აწყობს სოფლიო ომებს და რუსეთი არის ის ფსკერის სახელმწიფო, რომელიც ფსკერზეა და ცდილობს რომ ყველა ჩაითრიოს. რაც არ გამოუვა მას, რუსულ ჭაობში აღარავინ დაბრუნდება. და ახლა კი მინდა ბოლო ქვა საფლავისა დავადო რუსულ ოცნებას და ბოლო მისი საფუძველი ვამხილო. რა არის ეს საფუძველი? ეგრეთ წოდებული მშვიდობა. როგორც რუსებს ჩვევიათ, პუტინისტებს, მშვიდობის თემით სპეკულირება, თითქოს და რუსეთში მშვიდობაა და სტაბილურობა. მშვიდობა და სტაბილურობა? როდესაც უკვე პუტინის რეჟიმს მთელი ქვეყნის მასშტაბით თავად რუსი და არარუსი დივერსანტებიც შიგნიდან აფეთქებენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ტერაქტები ხდება უკვე რუსეთში, იმიტომ რომ ყველას მობეზდა პუტინის რეჟიმი. ყველას მობეზდა ეს დიქტატურა. როგორც საბჭოეთს უწევდნენ წინააღმდეგობას და მანამდე რუსეთის იმპერიას, ახლა მათ ჰიბრიდს, აი ამ რაშისტულ, პუტინისტურ იმპერიას უწევენ წინააღმდეგობას. არავინ არ შეეგუება ამას, რაც რუსეთში ხდება. და აგრეთვე მათ მსგავს რეჟიმებსაც არავინ შეეგუება და ამას ეძახიან ქოცები მშვიდობას, რაც რუსეთში ხდება. ანუ ისინი ყოველთვის რუსეთზე ახდენენ აქცენტირებას და ყველაფერ რუსულზე ცდილობენ რომ მოარგონ საქართველო. 11 კლასი არის რუსეთში, 11 აქაც უნდა იყოს და თურმე პედაგოგები რუსეთში უნდა გადიოდნენ კვალიფიკაციას და ტვინის გამორეცხვას, აბა მეც რას აკეთებს რუსეთი. და გონია ქოცებს რომ ამას საქართველოს შეეგუება, არავინ არ შეეგუება. რუსეთში არ არის მშვიდობა. აი ახლა რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირ რომ იყოს საქართველო, აქ იქნება ომი. იმიტომ რომ რუსეთი ჩაბმულია ომში მთელს სოფლიოსთან, იმიტომ რომ ის გაუმაძღარი იმპერია, მას არ უყვარს მუშაობა, მას უყვარს სხვის ხარჯზე ცხოვრება. და პასუხიც არ აყოვნებს. მთელი რუსეთი იწვის, ის იბომბება. იმ დარტყმების საპასუხოდ, რასაც რუსეთი ახორციელებს მთელ სოფლიოში. და ამიტომ ამას ეძახიან ქოცები მშვიდობას, იმას ეძახიან კიდევ მშვიდობას, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი გულაგი სოფლიოში, სადაც ადამიანთა უფლებები უგულებელყოფილია. უგულებელყოფილი კი არა, საერთოდ არ აღიარებული, იმიტომ რომ რუსეთი არასდროს აღიარებდა ადამიანთა უფლებებს და თავისუფლებებს. და თუ ის რეჟიმი, რაც რუსეთშია და ქოცებთან თუ ამას ქვია მშვიდობა, ძალიან შემცდარა ის, ვინც ამ რეჟიმს ეთანხმება.